ძვირფასი სტუმარი გვყავს დღეს ჩვენს ქალაქში და ჩემთვის ნამდვილად პატივი იქნება ამ ადამიანთან ერთად ბათუმის ქუჩებში გასეირნება და ყავის მირთმევა. მაესტრო დავით მაზანაშვილი იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. ჯერ ყავა უნდა მოგვიტანოს ერეკლე. დიახ ბატონ დავით, აი გიახლოვდებით. წავედით ყავის გარეშე. ჩვენი ძვირფასი ოპერატორი მოგვიტანს. სალამი, როგორ ხართ? კარგად თავად. პირველად გნახათ ასე სპორტულად გამოწყობილი. აი მოვიდა ჩვენი ოპერატორი, მადლობა. ყავა ხო გიყვართ? ბათუმური მიყვარს მართლა. ბათუმურია ეს ყავა. სხვანაირი გემოაქვს ამ ყავას. აი რანაირი გემოაქვს? მართლა ყავის გემოაქვს და აი მე თბილისში მართლა ვერ დავლიე ესეთი ყავა. საერთოდ ყავა მიყვარს დილად ჩემთვის ყავით იწყება და ვერ წამომიდგენია ყავის გარეშე. ბათუმში რო სვავ აი ამ ყავას სულ ეკითხები როგორ აკეთებ და არ მეუბნებიან არა. რაღაც სხვანაირი გემოაქვს. შეიძლება წყლის ბრალიც იყოს. სანხავის, რა ვიცი. ხშირად ხართ ხოლმე ბათუმში, მაგრამ ძირითადად საქმიანი ვიზიტებით, გრანდიოზული პროექტებით, რაც თქვენ საქმიანობას ეხება და ისე თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ ქალაქის მიმართ და დასასვენებლად მაინც თუ ახერხებთ აქ ჩამოსვლას? ყოველთვის მიხარია თუ გამოვნახე ერთი დღე ან ორი დღე იმ წუთში ჩამოვდივარ ამ ქალაქში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ამ ქალაქში რაღაც სხვანაირი განწყობა მაქვს. თბილისის მერე მე აი სოფლიოში ვერ წამომიდგენია მეორე ქალაქი. ბავშვობიდან ყოველთვის ვცდილობდი რომ ამ ქალაქში ყოფილიყავი ხშირად და ვარ კიდევაც. არის ხოლმე რა ინსპირაციის წყარო ეს ქალაქი და შექმნაში თუ გეხმარებათ ბათუმი? მეხმარება და იმიტომაც ვარ აქ. ყოველთვის ვცდილობ ავიღო სასტუმრო ზღვასთან ახლოს და ჩემთვის არის რაღაც სხვა სტიქია რა აქ რო ვარ ხოლმე და ხშირად ვარ უბრალოდ ყველამ არიცი. მე კი მსაყვედურობენ თუ გაიგეს. ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ბატონი ცაბაძე, ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე და ასე შემდეგ. აი მოგვიყევით თქვენი პირადი ურთიერთობები ამ ადამიანებთან და მათი გავლენა თქვენს დღევანდელ საქმიანობაზე. ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი, როდესაც მათ ხელში ჩავარდი და საოცარი ადამიანები იყვნენ, ძალიან პატრონულდნენ ახალგაზრდა თაობას და ყველაფერს გვასწავლიდნენ. უანგაროდ და საოცარი გამოცდილება იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა. ჯერ ერთი იქნა რომ ბიძინა კვერნაძის სახლში 4 წელი დავდიოდი, იმიტომ რომ მისი მეუღლე კალბანტური ნესტან მესხი, პიანისტია, პროფესორია კონსერვატორიაში ასწავლის და მისი მოსწავლე ვიყავი და ამ წლების ურთიერთობამ სულ სხვა გამოცდილებაც მომიტანა. ძალიან დიდი გავლენა იქონია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობამ. გარდა ამისა, ვაჟა აზარაშვილი ახსენეთ. 75 წლის იუბილე, როდესაც გავუკეთეთ 15 წლის უგან ბატონ ვაჟას. მან თუ ახალგაზრდა კაცს ამხელა იუბილის გაკეთება ფილარმონიაში და იქაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვაჟა საოცრად წერდა. არა მარტო კარგ მუსიკას და კარგ კლასიკურ მუსიკას და კარგ საესტრადო მუსიკას. არამედ საოცრად წერა იცოდა პარტიტურების და აქაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. პატარა კურიოზი უნდა გავიხსენო გია ყანჩელთან დაკავშირებით, უკვე ძალიან ცუდად იყო, უჭირდა გადაადგილება და შეიძლება ითქვას მისი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი იყო რუსთაველის თეატრში. სტუდიაში ვწერდი რაღაცას და გაიღო კარი და შემოვიდა ბატონი გია ყანჩელი. და თუ შეიძლება 10 წუთი მაქვს რაღაც ჩასაწერიო, დამითმე თუ რა თქმა უნდა ყველანი ავდექით და დაუთმე. მომიწიალდა და მეუბნება რომ დათო ამას წინათ მე რაღაც მოვისმინე შენ ჩემი რაღაცა გადაგიკეთებია და რატომ გადააკეთე მკითხა. აუ ისე უხერხულად ვიგზენი თავი რომ მივფიქრე რომ მაესტროს არ მოეწონა და აი ძალიან დავიზაფრე. რა ვიცი აი ბატონო გია ესე დავინახე მეთქი და არ დამაცადა არაფერი. ქუდით უყარდა სიარული, ტროსტი, დაიხურა ეს ქუდი და წავიდა. მომღერლების ყველა მამშვიდეს მაესტრო არაუშავს, ცოტა ისეთი ხასიათის კაცია. დაიღო ისევ კარი, შემოვიდა და დიდი პარტიტურა უჭირავს თავის ხელნაწერის და დამიგდო მაგიდაზე და მითხრა, მაშინ ესეც გადააკეთე მაესტრო, მითხრა და თავისი ხელნაწერი მაჩუქა. აი ეს იყო ჩვენი ურთიერთობა ბოლო. რამდენად ეკიდებით ხოლმე სიფრთხილით დიდი მუსიკოსების შემოქმედებას, როცა თქვენი ხაზი და თქვენი ხელწერა შეგაქვთ. რას ითვალისწინებთ და რას არა ამ დროს? რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, ჯერ არ უნდა ისწავლო კარგად ორიგინალი. ჯერ არსებული უნდა შეისწავლო კარგად. იქნება სულაც არ სჭირდება მას ხელისხლება. და თუ გადაწყვიტავ რომ ხელი ახლო არ უნდა დაამახინჯო. საერთოდ არანჟირება არის ფრანგული სიტყვა და შელამაზებას ნიშნავს და არა დამახინჯებას ან ძალიან ისე გადაკეთებ. პირველ რიგში ალბათ პატივი უნდას იმ ადამიანს, ვინც ეს მუსიკა დაწერა. პირდაპირ შემიძლია თქვა შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. მე რგო პატივი და არაერთ თქვენს კონცერტზე ვიყავი და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და კულმინაციური მომენტი არის მაშინ, როდესაც მხოლოდ
კლავიში რჩება და იქ თქვენი იმპროვიზაცია იწყება. სად ხართ ხოლმე ამ დროს და საიდან მოდის ეს ნოტების კორიანტელი? თქვენ ბედნიერი ხართ, როცა სცენაზე ხარ და ეს იგრძნობა. ენერგეტიკა მოდის პირდაპირ რა ვქნა ბავშვებიდან ესე ვარ, სცენის შიში არ მაქვს, სცენის სიყვარული მაქვს და იქ ყოფნა მიყვარს, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა საოცარი ადგილი ჩემთვის. პირიქით ცხოვრებაშია მეტი სანერვიულობა, მე რომ ვკითხო, ვიდრე სცენაზე. ვარ სხვა სამყაროში იქ რო ვხდები და ვაძლევ ჩემ თავს სრულ თავისუფლებას და მაყურებელსაც ალბათ ეს ენერგეტიკა მოწონს თუ იღებს კარგად, სცენაზე ტყუილს ვერ იტყვი. და აი ეს იმპროვიზაცია ხო პირველია და უკანასკნელი და მე აღარ მეორდება. კი, სხვა კონცერტზე სხვა იმპროვიზაციას დაუკრავ, მაგრამ ეს გამოცდილებიდან მოდის რა, ამას ვერ ახსნი ხე რომ ხატვას თუ დაუსვა კითხვა, ნუ რატო დახატე ამ ფერში, შეიძლება მასაც გაუჭირდეს და გითხრას ეს ფერ ეს რაღაცნაირად მოდის. მე მგონია რომ ყველა ადამიანი ნიჭიერია თავისებურად რაღაც სფეროებში. მე ხა ვერცეთ სხვა სფეროში ვერაფერი არ ვიცი. მე ვიცი მხოლოდ ჩემი საქმე. აი 3 წლის ასაკიდან დავჯექი ინსტრუმენტსა და მე ჩემთვის სხვა არჩევანი არ იყო. როცა მიზანი გააქვს, მე უკვე ამ მიზანს რა საათების დაჭირდება 8 თუ 18 იმას აკეთებ. მე 8 მჭირდებოდა, ვიღაცას 3 სჭირდება, ვიღაცას 11. ეს უკვე ინდივიდუალურია, ხო კონცერტზე ამას არავინ გეკითხება შენ როგორ ემზადებ. მაგრამ მე მაინც გონია რომ მიზან დასახული ადამიანი ყოველთვის მიაღწევს წარმატებას. რა არა აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი საყვარელი საქმე ჯერ ნაპოვნი არა აქვთ? სხვა გულწრფელად თანაუგზნობ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ უპოვია პროფესია. მე ღრმად მწავ. მე ღმერთმა ყველა ადამიანი ნიჭიერად გააჩინა. უბრალოდ მან თავის თავი ვერ იპოვა. მე ვთვლი რომ გამიმართლა. პედაგოგის ოჯახში დავიბადე, დედაც მუსიკოსია, ჩემი დაც მუსიკოსია და არ შეიძლება ამანაც განაპირობას რომ მუსიკამ ესმოდა. თუმცა მიღბალიც არის, იცი, სად დაიბადები, როგორ გარემოში, ვის ხელში მოხდები, რა პედაგოგებთან, რა კოლეგებთან. მე ყველაფერში ამაში გამიმართლა. არის ადამიანებს ბევრ შრომობს, მაგრამ რაღაცა თვით რეალიზებას ვერ ახდენენ. ხელოვნებაში ადამიანებს ძალიან უჭირთ უცხო ადამიანის მიღება. კონკურენციაც არის, ხო? კონკურენციაც არის, მაგრამ აი მიზანდასახულება იმიტომ ვახსენე. მე მაგალითად უცად ჩავაბარე, რომ დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი. აი ესე წავედი ჩემი ჩავაბარე, სახში მოვედი, არ მიჯერებდა დედა ჩემი. ჯობია რომ მარტო აკეთო საქმე, ესე მგონია, ვიდრე დახმარებების იმედი გქონდეს. თუმცა პედაგოგებში ნამდვილად უნდა გაგიმართლოს. იმ პერიოდში 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში მძვინვარებდა კრიმინალური ენერგიები, ასე ვთქვათ, როგორ მოახერხეთ რეალიზება ზოგადად და ამ ყველაფერში საკუთარი თავის პოვნა, მაშინ როცა ქუჩაში გასვლა საშიში იყო თქვენ ნოტებით? და ჩემო თაობამ ძართული პერიოდი გავიარეთ. ბავშვობაში არც ამდენი საშუალება არ იყო, ვთქვათ, ინფორმაციების, მაგრამ რა ვიცი, აი მე მაინც გონია რომ მიზანდასახული რო ხარ რაღაცა რო გინდა ყოველთვის მიაღწევ, ესე მგონია. აი ბარიერები როგორი იყო? იმაზე რთული ვიდრე დღეს არის. დღეს ცოტა გამარტივებულია, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია, საზღვრები გახსნილია, ადვილად დავდივარ. ჩემ ბავშვობაში ვერც ვინატრებდი რომ ამერიკაში მოვხდებოდი, საერთოდ. დღეს ბევრად გამარტივდა. ძალიან ბევრი მიდის სასწავლებლად, აიღებ ბილეთს, გაფრინდები. თქვენ ახლა ამ თაობას ვერ წარმოუდგენია, რომ რომელ ვიზაზე იყო საერთოდ. აკრძალული ხელი ხო უფრო გემრიელია. ხო, ალბათ, ხო, უფრო გვიყვარდა, იცი, უფრო ვაფასებდით და აი სურვილი რო გაქვს, მაინც ვახერხებდით ამ სწავლას რა. რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი, რაც ყველაზე მეტად გახსოვთ და რაღაცა მაგალითად გაქვს ცხოვრებისეულ გამოცდილებად ქცეული? 52 წლის ვარ და ყველაზე რთული ცხოვრებაში მქონდა 3 დღე, როდესაც 99 წელს ნიუ-იორკში ჩავედი, აი ესე სუფთა ხელებით, ალალბეძე, 26 წლის უკან. ატარა ბიჭი ვიყავი და რატომღაც მეგონა რომ ესე იგი მე ვარ უკვე იმხელა მუსიკოსი რომ მე ნიუ-იორკს დავიპყრობ. ხო, როგორც ყველა ახალგაზრდას, რამოდენიმე დღეში მივხვდი რომ აქ ცოტა საქმე სხვანაირად არის, რომელ
კლუბშიც არ შევდიოდი, საერთოდ მოსმენაც არ უნდათ ჩემი ქუჩიდან მისული ადამიანის. არც გაძლევდნენ საშუალებას, რომ დაგეკრა. რომ ვეუბნებოდი პიანისტი ვარ, მადლობა, ჩვენ უკვე გვყავს პიანისტი და ამერიკაში ამ მუსიკით ინტეგრირება ცოტა რთული. ხო, ესე შეიძლება ერთწიან დადებაში მიმთავრებდნენ ლაპარაკს. მეგობარმა მე ვინც იქ ცხოვრობდა და შემიწყო ხელი რომ წავსულიყავი მასთან, მითხრა ეგეთი რაღაც, რომ მოდი იცი რა არის, აი შე რომელი კლუბიც მოგეწონა, ის ვიზიტკა აიღე და მე დავრეკავ. აქ ეგრე ხდება რა და იქნება ადგილი იყოს და როცა ტელეფონით რეკავ, გასაუბრება რაღაცა და მე უკეთესი ინგლისური ვარ და ავიღეს რომელიც ის კლუბი მანჰეტენზე მომეწონა, მეც ესე ძალიან ამბიციურად ყველაზე კაი ჯაზ კლუბი შევარჩიე, მოვუკიდე ამ ვერა მენაღვლება ვფიქრობ ის დარეკავს და დავარეკინე. კიო გვაქვსო ვაკანსიაო ჯერ მარტო 11 პიანისტი ყავსო, მოსმენილიო და იქ 11 რო ყავდათ მოსმენილი, ცოტას ნიშნავს ერთ ადგილზე. მოვიდეს ხვალე მოსმენაზეო. წავედი. მომისმინეს ჩატარდა მოსმენა ჩვეულებრივად 15 წუთში, ტელეფონი გამომართვეს, დაგირეკავთ და 3 დღე არ რეკავენ. აი ეს 3 დღე იყო ჩემთვის განაჩენი. აი მათ რომ დაერეკათ იმ 3 დღის მერე და უარი ეთქვათ, მე ვთვლი რომ ჩემი კარიერა როგორ წავიდოდა არ ვიცი. ეს იქნებოდა ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა. ნუ მე ეგეთი იმით წავედი განწყობით, რომ მე თუ ეხლა აქ რაღაც გამომივა, ესე იგი მე გამომივა. და აი 3 დღე იყო ჩემთვის საჭმელსაც ვერ ვჯამდი რა. 1-2 დღეს და უკვე წამოვიდოდი ალბათ რო არ დაერეკათ. და რო დამირეკეს და მიღებული ხარო რომ მითხრეს, აი ნუ არ ვიცი. ალბათ შეიძლება ითქვას რომ აი მის მერე უფრო დავწუნდი საკუთარ თავში, რაც ეგრეს დიდი ბედნიერებაა რა და აი რო არ დაერეკათ, ხო ყველაფერი ხდება, არ ვიცი როგორ წავიდოდი. და შემდეგ როგორ განვითარდა იქაური ცხოვრება და აი როგორ მოახდინეთ ინტეგრირება ამერიკელ მუსიკოსებთან. ვიცი რომ შეხების წერტილი გქონდათ ლეგენდარულ, არ ვიცი, ჩემთვის ყველაზე საყვარელ მუსიკოსთან, მომღერალთან, ელჯეროსთან. მე და ელჯერო, ეგეთი ის მოხდა, ბაქოში ფაზას რო იწყებ ესე, მე და ელჯერო. ხო, ამიტომ მეცინება თან, იმიტომ რომ მართლა მაშინაც პატარა ბიჭი 20 წლის უკანდელ ამბავს ყოფი, ბაქოში ტარდება ჯაზის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი. გამოდის ჩემი ქართული ჯაზ ტრიო და შემდეგი ერთ დღეზე ვართ რა, პირველი განყოფილება ჩვენი და მეორეში არის ელჯერო თავისი შემადგენლობით. ახლა ბუნებრივია, როცა ერთ დღეს გამოდიხარ ერთ სცენაზე, ხო, კულისებში გავიცანით ერთმანეთი, რა თქმა უნდა, მეც, მან, მუსიკოსებმა და წარმატებები გვისურვა. შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგვილოცა რომ დამთავრდა, როგორც ხდება ხოლმე, ნუ. ძალიან თბილი ადამიანი იყო რა. შემდეგ მოხდა ისე, რომ თურმე ამათ ჩაფიქრებული აქვთ ორგანიზატორებს, რომ საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის დიპლომები აქვთ ლაურეატების დაბეჭდილი და იმ დღეს ელჯეროს და ჩემს ბენდს 4 ადამიანი დაგვაყენდეს, ტრიო ვიყავით მაშინ ჩვენ ჩასული, გადმოგცეს ეს საერთაშორისო ჯაზის პირველი ლაურეატის წოდებები და ელჯეროსთვის ეს იმდენად გასაკვირი იყო, ეხლა ამერიკაში ეგეთი. არა, საერთოდ ამერიკელებმა არ იციან ეს ჯაზ ფესტივალზე დიპლომების და პირველი ადგილების. ეს მაინც რატო გააკეთა ბაქოელებმა არ ვიცი. ეხლა კი მაქვს საქმეში შენახული, იმიტომ რომ მე იმანზე ელჯერომ მომიწერა ხელი და იმიტომაც. საერთოდ მე არ მგონია რომ მუსიკა შეჯიბრია და რაღაც ადგილი განსაზღვრავს. ეს სუბიექტური ამბავია. 3 ჟიურის წევს რომ მოეწონები, არაფერს არ ნიშნავს, მე რომ მკითხო რა. ხალხზე მაგარი შემფასებელი არ არის. ამიტომ, მაგრამ რამდენადაც ელჯერომ მოაწერა ხელი და იქ იუმორისტული წარწერაც გააკეთა. გილოცავთ, მაგრამ არ ვიცი რას გილოცავ. იმიტომ რომ აუკვირდა. და მეკითხება გორძე, ეს რა არის? რატო გვაძლევენ? ახლა მე ვთხარი, არ ვიცი, მეც მე ვთხარი. აი ესეთი ურთიერთობა გვქონდა, ესე უცებ რაც მოხდა და ნუ, მაგრამ ამერიკაში, რა თქმა უნდა, მე როდესაც კლუბში დავიწყე მუშაობა, როდესაც ბლუნოტში. ხო, ბლუნოტი, ყველაზე ცნობილი ბლუნოტი, სადაც შევდიოდი, რა თქმა უნდა, იქაც მე ჯემსეიშენები იმართება კონცერტის მერე. ფოთაშორის ბილეთიც იყიდება ჯემსეიშენებზე, მაშინ $10 იღებდა დაბალი ფასი. არც იქ გაქვს უფლება უცხო ადამიანს რომ დაუკრა, თუ რეკომენდაციას არ მოგცემი, მაგრამ მე როცა კლუბში დავიწყე მუშაობა, მუსიკოსები გავიცანი, მე არა მარტო დაკვრის უფლებას მაძლევენ, მე უკვე რაღაც ბილეთს ყიდულობდი ხოლმე ნებისმიერ კონცერტზე ბართან ყოველთვის შემეძლო რომ ადგილი არ მოყვა დამჯდარი. ამ 6 თვე ვიმუშავე იქ და აი 6 თვიანმა ურთიერთობამ აი ძალიან დიდი გამოცდილება. არა მარტო მუსიკალური, საერთოდ ზოგადად ეს სხვა მუსიკაა რა და სოფლიო მუსიკა შემილია თქვა და მე ვთვლი რომ ნიუ-იორკი მაშინ რაღაც სოფლიოს დედაქალაქივით იყო და სხვანაირები არიან ამერიკელები. ეს სხვა ქვეყანაა რა საერთოდ. მართლა თავისუფალი ქვეყანაა ამერიკა. ყველას თავის სამყარო აქვს და მუსიკაშიც ესეა და თქმა უნდა. ყველას თავის სამყარო აქვს, ყველას თავისი ინსტრუმენტი. არავინ არავის ეჯიბრება რა. ქმნის. აი კონკურენცია ხო მაღალი.
აი არ უნდა შეგვეშალოს, კონკურენცია არ ნიშნავს შეჯიბრს. ხმარობთ საქართველოს სიტყვას ჯანსაღი კონკურენცია შეჯიბრს არ ნიშნავს. კონკურენცია ზრდას ნიშნავს. რა თქმა უნდა და კონკურენცია ნიშნავს შენი ადგილის დამკვიდრებას და არა სხვისი. თუ გეკუთვნის, თუ არ გეკუთვნის, უნდა დაიცადო მოვა ცხოვრება ვერ გექნება. აი ამ თანამედროვე სამყაროში, როცა უამრავი ავტორიტეტი არსებობს, უამრავი ისეთი ადამიანი, ვინც კარნახობს, როგორი უნდა იყო, როგორი უნდა შექმნა, ამ დროს აი ამ რეალობაში როგორ უნდა იპოვო საკუთარი თავი? ალბათ უფრო მაგარი კითხვა არავის დაუსვია ეგეთი კითხვა. თავიდან არ ფიქრობ, დიახ ძიებაში ხარ, ნერვიულობაში ხარ და ხშირად ის ვინც კარნახობს შენი მასწავლებლების გავლენის ქვეშ ხარ, რა თქმა უნდა ხარ. მაგრამ იცი რა არის, აი თუ კი მიხვდები, რომ აი ზუსტად ინდივიდუალობა ის არის, რომ შენი თავი უნდა იპოვო, აი მერე იწყება უკვე სხვანაირი შრომა და მერე ცდილობ რომ ამ გავლენებიდან გამოხვიდე. უარ შეიძლება რომ მასწავლებელთან იარო, ხო? ამიტომ ყოველთვის უნდა იცოდე დრო, როდის შეწყვიტო. აი ეს ალბათ რაღაც შიშია, ხო? როცა შენი თავის პოვნას გადადებ და აკეთებ იმას, რასაც კარნახობენ ავტორიტეტები. კარგი, ეხლა ერთ რამეს გეტყვით, შიში, აი სცენაზე გითხარით, შიში არა მაქვს და პირიქით ვარ ბედნიერი, მაგრამ როდესაც შემოდის წინადადება, რომ თქვენ შენ უნდა გააკეთო ესა თუ ის პროექტი, სატელევიზიო იქნება, კონცერტი იქნება, იუბილე იქნება, ყველა პროექტის წინ მაქვს საოცარი შიში. აი მაშინ ვიცი გამოგცევა ბათუმში, ვერ მოვიშორე ეს შეგრძნება. ვერ წარმომიდგენია. კი, ვერ მოვიშორე დღემდე ეს შეგრძნება, რომ მოვკიდებ რამე ახალ ცხეს, სულ ფიქრობ რამოდენიმე დღე მე ეს გამომივა თუ არ გამომივა. გაკეთების პროცესში ნერვიულობ. თუ გავაკეთე, მე არაფერი არ მაქვს სანერვიულო, გავდივარ და ვიცი რასაც ვაკეთებ და ვარ ბედნიერი. აი ეს პროცესი არის ჩემთვის მომაკვდინებელი, შეიძლება ითქვას, როდესაც ვიწყებ ახალის გაკეთებას და 1-3 დღე ვერ ვიწყებ. და ვერ მოვიშორე ეს შიში, ამას მართლა შიში ქვია, გავაკეთებ თუ არა. ეხლა რაღაც ახალი პროექტისთვის ხო არ ხართ ჩამოს? აი აზარაშვილს ვაკეთებ და თითი ვერ დავაკარე, ბილეთებიც გაყიდულია და აფიშას დაბეჭდილია. ყავთ კი, მაგრამ ხალხს ნუ ეშენია გავაკეთე. აი, ესეც ხო მუსიკა. ფოტოშოპი ძალიან მაგარი ვოკალური მონაცემებია. ამათ. ძალიან რთულია ვოკალური პარტიის შესრულება. ყველას არ გამოსდით, მაგრამ გენეტიკაში აქვს აშკარად. აქ საქართველოში მიღებულ განათლებასა და იქ ნანახ რაც ამერიკაში და უცხოეთში ნახეთ, რა სხვაობაა? აი როგორიც არის ბერკლიში, ჟულიარდში, კოლეჯში, მათი ვიცი კარგად, იმიტომ რომ მომზადებინა ეს ბავშვები უნდა ის პროგრამა წამებიწყო. ხო, ამიტომ კარგად ვიცი. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს ყადაღებული თემა, რომ სულ განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ, ეს განათლების სისტემაც რა არის? ზოგს რაღაც ხელშეუხებელი გონია და რაღაც სათაბჯენი გონია. არაფერი სულ რამოდენიმე წინადადებაშია ჩამოყალიბებული. მე არ მგონია რომ აქ არის პრობლემა, რომ ჩვენ უცუდად გვაქვს რაღაცეები დაწერილი და იმიტომ მიდგომაში მგონია შეცდომა მე. ისევ როგორც მუსიკაში რო დაუკვირდეთ, თუ როიალი იცით, სულ 7 ნოტია რა. 7 ძირითადი აკორდი ვამბობთ და აქედან მოდის ყველაფერი რა. ამიტომ აი ესე გართულებას საკითხისას ესე არ დავაყენებდი და საერთოდ უფრო ამარტივებენ ამერიკელები ბევრ ამეს და მიტომაც არის რაღაცეებს მარტივათაც უნდა შეხედე. იქ ჩაბარება ბევრად ადვილია და დამთავრება საოცრად რთულია. და ჩვენთან ჩაბარება არის საოცრად რთული და დამთავრებას და სწავლას კაციშვილი არ კითხულობს. ესეც დავეჯდება მაქვს მე. ეს დიპლომი იმ კლუბში არ ამგონია ვინმეს მოეთხოვა რა გაქვს დამთავრებულია. მართალია დიპლომს არ გთხოვენ, იქ რომ სწავლობ, ურთიერთობები გიყალიბდება. სწავლის პროცესში კლუბშიც ვიყავ, სტუდიაშიც ვიყავ ხარ გაწერი. რა თქმა უნდა, იქ თუ მართლა ამთავრე 4-5 წელიწადი, იმ კორიფეებთან, იმ პროფესიონალებთან იზდები. და უკვე რო ამთავრებ, ის დიპლომი მართალია ძლიერი ხელმოწერა რჩება, მაგრამ ტყილა არ გიწერენ იმ ხელს. ეს გამოცდილება რომ გატარეს შენ ეს 5 წელიწადი, უკვე ხარ და გიწერენ. თუ არა ხარ, არ მოგიწერენ ხელს და რომ არ მოგიწერენ, აი ხო პატარა დიდი ქვეყანაა, მაგრამ მაინც პატარაა ეს სამყარო მუსიკალური. ყველამ იცის რომ ხელი არ მოგიწერეს. აჰა. არ დაიმალება. არაფერი არ დაიმალება ქვეყანაზე. იცვლება დროსთან ერთად მსმენელი, თანამედროვე მსმენელი რას უკვეთავს, რას მოითხოვს თქვენი დაკვირვებით. ბოლო 1-2 წელიწადი ვაკვირდები, რომ წამოვიდა, რომ ახალგაზრდებმაც პატარა თაობის ბავშვებმა დაიწყეს სიარული კონცერტზე, რომ უყურებ ძალიან მიკვირს და მიხარია. არ დავასახელებ ხა რა მოეწონათ, როგორ მოეწონათ, მაგრამ გამიკვირდა, რომ მოვიდნენ და ისეთი შეფასებები მომცეს, ჩევები მომცეს ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა. აი ბატონო დავით, ის რომ გააკეთეთ, აი ისინი აკეთეთ ხშირად.
დაიჭირეს ისეთი ნიუანსი, რომ მე თვითონ გავოგნდი რა. რასაც მე სიახლეს ვაკეთებდი და შიშით ვაკეთებდი, ზუსტად ის მოეწონათ მათ. და აქედან მივხვდი, რომ ეს თაობა უკვე ცოტა სხვანაირად უყურებს ბევრ ამას. მე შენ სხვანაირად იწყებ უკვე ყურებას ყველაფრის და ამიტომ მიხარია, რომ დაიწყო ახალგაზრდება სიარული კონცერტებზე. ჯაზური მუსიკის კავშირი როგორია ქართულ მოტივებთან და ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის ქართულ მოტივებზე ჯაზური იმპროვიზაციები, რაც ძალიან მომწონს მე პირადად. საერთოდ ჯაზი რამდენადაც თავისუფალია, ესეთია განმარტება იმდენად თვეზის ჩარჩოებში. აი ეგეთი განმარტება. რამდენადაც თავისუფალია, იმდენი ჩარჩო არსებობს. ანუ აქედან გამომდინარე, აქ ჭირდება განათლებას და აქ ჭირდება შენი ფანტაზიაც. საერთოდ ჯაზური მუსიკა არის ევროპული კლასიკური მუსიკისა და აფრიკული ფოლკლორის შერწყმა. ჟარგონზე მუსიკოსები ვეძახით მაჟორ მინორის შერწყმა. მაჟორში ევროპული კლასიკურ მუსიკას გულისხმობ და მინორში აფრიკულ ფოლკლორს. სპირიჩუალები, საგალობლები რო წამოვიდა, ზუსტად მათ მინორული ხასიათის სიმღერები იმიტომ ჰქონდათ, რომ სასულიერო მუსიკა. სულ მონობაში ატარებდნენ არა და სულ მინორულ სიმღერებს ღეროდნენ. საგალობლებს მათი საეკლესიო სპირიჩუალებს ვეძახდით ჩვენ და ამიტომაც მოხდა და მაჟორში იყო აი ეს ევროპული კლასიკური მუსიკა და მართლა ესე მოხდა ჰარმონია, ხა ვინც ისწავლა ჯაზური და თანამედროვე ის დამეთანხმება, რომ მაჟორის და მინორის სინთეზით მივიღეთ აბსოლუტურად სულ სხვა გამები, სულ სხვა კილოები და შენ შეგიძლია ნებისმიერი ნაწარმოები აიღო მათ შორის ქართული სიმღერა დაამუშავო შენი გემოვნები. ეს მე ძალიან დამეხმარა. ეს განათლება ჯაზური მუსიკის. შემდეგ უკვე როდესაც კიდევ ხელს, თუმცა კიდევ ერთხელ მოტივი, ხასიათი არ უნდა დაუკარგო იმ მუსიკას, რომელსაც მოკიდებ ხელს. შეიძლება ბევრმა არ იცის, ბაღს ძალიან ცოტა ქონდა თავისი პირადი ნაწარმოები. გერმანული ხალხური მუსიკიდან იღებდა თემებს, იმიტომ ქვია ბახის პრელუდიო და ფუგებს ვარიაციები, რომ აი ეს ვარიაციები იმიტომ დაარქვა იმ კაცმა, რომ აი ამ ხალხური მუსიკის თემებზე ქონდა ვარიაციები შექმნილი. ვახი იყო ერთ-ერთი მაგარი იმპროვიზატორი მუსიკოსი. ხშირად უსმენდი ბახს ამიტომ. ქართული მუსიკას იქეთ რამდენად იცნობენ და ქართული მუსიკის პოტენციალი რამდენადა, ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, ეხლა ამაში დიდი არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ ეხლა კრიმანჭული ხო კარგია რაღაცა ჩვენი მრავალხმიანობა. კრიმანჭულიც ხო ჯაზია. უფრო გაბიარება ხო შეიძლება რომ გაგვიცნო. მაქვს გეგმა რომ მეტი პოპულარიზაცია გაუწიო ქვეყნის გარეთ ხალხურ მუსიკას, მინდა ხელი მოუკიდო ცოტა სხვანაირად და მივაწოდო მსოფლიოს ისე როგორი ხმას დღეს აქვს. ისე რომ არც ხასიათი დაეკარგოს მას და რაღაც თანამედროვე ჟღერადობაში მოვაქციო. მე არ ვფიქრობ, რომ ფოლკლორს გადაკეთება სჭირდება. ფოლკლორი დარჩება ფოლკლორად. უბრალოდ მე მინდა რომ განვითარება მაინც განვითარება საჭიროა და მე მინდა რომ აი მოვკიდო ხელი რომელიმე ხალხურ სიმღერას და რაღაცა ჩემებური ვერსიით დავამუშავო და ეს იქნება ჩემებური ვერსია და მეტი არაფერი. და ხალხური მუსიკა გვაქვს უნიკალური. ჩვენნაირი პოლიფონია ხალხურ მუსიკაში არ მოიძებნება მეორე რა. რომელი ჟანრი იყიდება დღეს ყველაზე უკეთ საქართველოში? შეიძლება ბანალურს ვიტყვი რაღაცას, მაგრამ აი მე ეგეთი სამაკ ყოველ შემთხვევაში შთაბეჭდილება, რომ რასაც აი სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი იყიდება და ყველაფერს ღებულობს პუბლიკა. აი როდესაც მაყურებელი გზნობს შენ დამოკიდებულებას და ამ სიყვარულს, არა ის მერე გიფასდება რა. რა არის ის მთავარი ნიშა, რაც მუსიკოს ხდის უნიკალურს? მეშინია ამ სიტყვის უნიკალური ინდივიდუალურობა ალბათ, თუმცა მუსიკოსი მე მგონი არ ფიქრობს ამდენს, ესე მგონია მე. რომ აი მე ხა ინდივიდუალური ვარ, მე ამას ვაკეთებ და სხვას არ დავემგვანები. შეიძლება ახალი თაობა გისმენთ და რჩევები სჭირდებათ. საერთოდ ყველა ადამიანი ინდივიდია და მე არ მგონია რომ რომელიმე ადამიანი გავდეს მეორეს, რამდენიც იბადება, ყველა განსხვავებულია. აბსოლუტურად გეთანხმებით. და ფერების ახმაც კი ყველა სხვადასხვანაირი აქვს, მეცნიერება დაამტკიცეს. აი ხშირად ამბობენ რომ წარმატებული ადამიანი, ხო? ჩვენი პროფესია ისეთი რომ ჩანს. მსახიობი რო ხარ, მუსიკოსი რო ხარ, სცენაზე ხარ, ტელევიზიაში ხარ, ხშირად ჩანხარ და მე არ ვთვლი რომ სხვა პროფესია არაა წარმატებული. ძალიან ბევრი მაგარი ექიმია, რომელსაც ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაურჩენია და არ იცნობს არავინ საერთოდ და ამიტომ პროფესია გვაქვს ეგეთი რომ ხშირად ჩანხარ და ამიტომ გონიათ რომ შენ ყველაზე წარმატებული ხარ. ყველაზე კომფორტული როგორ მუსიკოსთან მუშაობაა თქვენთვის? რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს, რომ თქვენ იგრძნოთ თავი კომფორტულად სამუშაო პროცესში?
აუ შრომის მოყარე და პასუხისგებლიანი ადამიანები მიყვარს. როდესაც გეტყვის რომ ამ საათზე მოვა და მოვა. ეხლა ჩემი ორკესტრი მყავს, რომელსაც სახელი დავარქვი. გამომდინარე იქიდან რომ სულ გოგონები არიან ჩემ ორკესტრში, მოვიდა ეგიდია და დაერქვა სახელი საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, რომელიც არასოდეს ყოფილა საქართველოში და არის პირველი პრეცედენტი ესეთი. არ მახსოვს დავნიშნავ რეპეტიციას 3 საათზე, 3-ის ნახევარზე ყველა ადგილზეა. ამას ძალიან ვაფასებს, ნუ დრო ყველაზე ძვირფასია და როდესაც ადამიანი დროს ფუჭად კარგავ, აი ეს არის ყველაზე დიდი საშინელება. ამიტომ ვერ ვითანამშრომლებ ისეთ ადამიანთან, რომელსაც ეტყვის 3 საათზე და მოვა 5 საათზე. ან არ მოვა, ან მოვა და მოუმზადებელი მოვა. ასეთ ადამიანებთან არ უნდა ითანამშრომლო, იმიტომ რომ წარმატება არ იქნება. მე ყველაფრის დაგეგმა მიყვარს. დასვენებისაც კი. პროფესიონალიზმის ერთ-ერთი პუნქტი, თუ შეიძლება ისე ითქვას, იმ ნიჭთან და იმ შრომის მოყარებთან ერთად არის პუნქტუალობა. არასოდეს ნამდვილი პროფესიონალი არ დააგვიანებს არსად. აი თქვენზე ადრე მოვა, გადაღებაზე დაიბარებ, თქვენზე ადრე მოვა. გაიგეთ მეგობრებო? ეს თემა აღარ გვინდა ძალიან გქონდა. არა, ნუ არ დაგვიანება მე არ შემიძლია რა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემთან უკრავს 30 მუსიკოსი ერთად. სცენაზე რო გამოვიდეს 30 ადამიანი და ერთად ილაპარაკოს, ხომ მივიღებთ კაკაფონიას. როგორ ხდება რომ 30 მუსიკოსი უკრავს ერთად და ეს სწორხმოვანება მოდის. ესე იგი, რამდენი ამაზე ვიფიქრეთ ჩვენ რომ 30 ადამიანმა ერთად ისე დაუკრას, რომ თქვენამდე მოვიდეს ეს ჰარმონიულად. აქ რომ წესრიგი არ იყოს და დისციპლინა არ იყოს და რასაც ეთქვი, ყველამ თითოეული თავის საქმე რო არ აკეთოს. აი წამითაც რო გადაცდა. ერთი ხემი რო სხვაგან გააკეთოს, სულ დაირღვევა ყველაფერი. ამიტომ ჩვენ საქმეში აი მობილიზებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სულ წამებში მაქვს ყველაფერი გათვლილი, რომ ყველამ მილიმეტრებში უნდა აკეთოს თავის საქმე. და აი ამ თვისებებს ამიტომ ვაქცევ ყურადღებას. ხშირად მესმის ხოლმე ახალი თაობის წარმომადგენლებისგან, დამწყები მუსიკოსებისგან, რომ აი ძალიან რთულია ინტეგრირება და ამ სფეროში რეალიზება ჩვენს ქვეყანაში. ყველას მაინც აქვს სურვილი, რომ დატოვოს ქვეყანა, წავიდეს და ასე შემდეგ. თქვენ რას ეტყოდით ამ ადამიანს? მე არ ვიცი, ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ, ესე მგონია მე. და ყველაზე მუსიკალურ, ხო? დიახ და ძალიან ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია კიდევაც, მიმუშავია კიდევაც. თუ დამიჯერებენ. ჩემი თბილისის მე ამაზე მაგარი ქალაქი მე არ ვიცი არსად. აღარა ვარ იმას საკში რომ ტყუილები ვილაპარაკო და მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ყოველთვის ესე იქნება ჩემთვის და. აი მე ჩვენ ვამბობდით, წინა ვლაპარაკობდით ამას. ჯერ შენ ქვეყანაში უნდა იყო წარმატებული და შემდეგ მიაღწევ სხვა ქვეყანაში წარმატებას. თუ საკუთარ ქალაქში ტას არ დაგიკრავენ, მე ესეთი განცდა მაქვს, არც სხვა ქალაქში დაგიკრავენ ტას. თუ ჩვენ რაღაცას წარუმატებლად გავაკეთებთ, პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა დავაბარალოთ და არა იმ 2000 მაყურებელს, რომელიცაც მოეწონება თუ არ მოეწონება. მებია ჩემი მეტყოდა ხოლმე, რომ შენს ქალაქში რო გახვალო, შენ ოჯახს წარმოადგენო და ქვეყნიდან რო გახვალ, შენ ქვეყანას წარმოადგენო. და ეს არის ძალიან დიდი სიბრძნე, ეს ძველების სიბრძნეა. თუმცა საქართველო მაინც ცენტრალიზებული ქვეყანაა და ყველაფერი კარგი, საინტერესო და მნიშვნელოვანი დედაქალაქიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება დანარჩენ ქალაქებზე და რეგიონებზე. აი როგორ ფიქრობ? თბილისის გარდა შეიძლება რომ სხვაგან რეალიზდე და გამოავლინო საკუთარი მონაცემები და რატომაც არა, აი ბათუმს რამდენი წელია უკვე ვერ ვცნობ, ხო, როგორი ცხოვრება წამოვიდა, რა ცხოვრების ტემპი წამოვიდა. ძალიან გაიზარდა. გაიზარდა, ტემპი სხვანაირია. ტრადიციად იქცა თითქოს რომ აუცილებლად დედაქალაქში უნდა წახვიდე, რომ მიაღწევ წარმატებას ამ ქვეყანაში და მეც გეთანხმებით მაგაში, რომ ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია შენ თუ შენ საქმეს იპოვი და გიყვარს ის, რასაც აკეთებ, საკუთარ ქალაქშიც მოახდინო საკუთარი რესურსის რეალიზება და რომელიც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ საქართველოში. ეს თავისთავად მოხდება, როდესაც შენ წარმატებული ხდები შენ სფეროში, თავისთავად მოხდება, მოიტანს ცხოვრება, რომ შემდეგ სხვა ქალაქებში წახვალ გასტროლებზე, ევროპაში წახვალ, ამერიკაში წახვალ. ეს მოვა თავისთავად ყველაფერი, მაგრამ არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ შენ ქვეყანაში არ გაფასებენ, სხვა ქვეყანაში დაგაფასებენ. ჯერ შენ ქვეყანაში უნდა დაგაფასონ. მე ყოველთვის მაყურებლისგან ვსწავლობდი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, თუ რამეს წარუმატებლად გავაკეთებდი და ბევრი რამეც გამიკეთებია წარუმატებლად და ამ შეცდომებზე სწავლობ. მაყურებელს რო არ მოეწონება, მათზე არ უნდა გაბრაზდეს. საკუთავს უნდა დააბრალო. 2000 ადამიანის შენს წინაშე მტყვანი ვერ იქნება. ესე იგი შენ რაღაცა ვერ გააკეთე ისე და ვერ მიაწოდე. უნდა დაფიქრდე, გული არ უნდა გაიტეხო და ესე უნდა ვიცხოვროთ მე მგონი რა. და მით უმეტეს როცა ესეთ ქალაქში ცხოვრობ, რანაირად უნდა მოგინდეს ასეთი ქალაქის და ქვეყნის დატოვება. არა, მე ვერ წარმომიდგენია ბათუმში რომ დავბადებულიყავი, აქედან სად წავიდოდი მე. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის მართლა პატივი იყო თქვენთან ერთად გასეირნება. ძალიან ხშირად მინდა რომ იყოთ ბათუმში. მადლობა მოწვევისთვის. წარმატებები. ასევე. მადლობა.